მერტმა გაგახაროთ სულიერ წინსვლა ქონოდეთ. მარხვის განმავლობაში არაერთხელ მithქვია, რომ ჩვენთაგანი ბევრ და ხსნილშიც საკმაოდ დიდ ბრძოლებს გადის და ეს ბრძოლები არათუ კლებულობს, არამედ მატულობს. ბევრს ვაფრთხილებ, რომ ბრძოლები არ მოიკლებს, მოიმატებს. ბევრი არ ისმენს ამას სამწუხარო და შემდეგ ვარდება განსასწრებში. ბევრი ისმენს და ითმენს და ასე შემდეგ. ბევრი არ ისმენს და ვარდება განსასწრებში, ზოგს ფიზიკური ტკივილები უძლავრდება, ზოგს სულიერი. კარგია რომ გაფრთხილებული შეიარაღებულია უნდა თქვამია, როცა ადამიანი გაფრთხილებს და მოძღვარი ეუბნება რომ ფრთხილად იყავი, მეტი ილოცე, ეცადე რომ ნაკლებად ჩაიგდო თავი, არა საჭირო და არასასურველ რისკს არ დაუფემდებარო შენი თავი. ამას ყველაფერს გაფრთხილებს, ეცადე რომ დაიცვა ეს. წინამ შემთხვევაში ასე თუ ისე მაინც მერე არ დააბრალო სხვას, შენ თავს დააბრალე თუ რაიმე უარყოფითი დაგემართება. ხშირად ხოლმე ესეთი რაღაცები ხდება. ბევრი ისმენს და ძალიან კარგად მიდის, ასე ვთქვათ, მისი მარხვის საქმე და ეზიარება ხშირად. მარხვიც ღვაწლში ძლიერდება. კიდევ და უნდა გამთავისუფლდეთ ყოველგვარი სიძულვილისაგან, აგრესიისაგან. ყველაზე დიდი პანაცეა, ყველაზე დიდი კურნალობა სიძულვილისა, აგრესიისა, ეგოიზმისგან ეს არის შენდობა. ეს არის ის მთავარი, რაც გვაძლევს საშუალებას, მთავარი შეიარაღე, მთავარი ჩვენი იარაღი, ეს არის შენდობის იარაღი. ანუ ის ვის მხოლოდ სიტყვებს ისვრის და საქმე არ უნდობს. მსგავსება იმ მონადირეს, რომელსაც სპორტული იარაღი აქვს და მხოლოდ ხმას უშვებს. სპორტული იარაღი აქვს და წასულია სანადიროდ დაცებელზე. მარტო სპორტული იარაღით რას გახდები, ხო? წასულია დაცებელზე სანადიროდ და ამავე დროს მარტო ხმით დააფრთხობს რამეს და ვინმეს. ან მასზე აღზრულ განსასწრებს მარტო ხმით თუ დააფრთხობს. და თუ შენდობის რეალური გზნობა არ აქვს განხორციელებადი, ანუ თუ შენ მართლა არ უნდა, აი ესეთ ადამიანს ემსგავსებ, რომ მხოლოდ ყვირის ხმაურობს და ცდილობს ტერი დააფრთხოს, მაგრამ მიხვდება თუ არა ის გონიერი მგელი იმას, რომ შენ მხოლოდ უქმი საფანტიკა უქმი, რომელიც არის რეალურად არაფერს არ ისვრის. უქმი იარაღი, რომ ხმას იღებს, ან მარტო რაღაცა მაშხალის მსგავს რაც გამოსხივებას იძლევა, აფეთქებას, ხო? ის უბალ მიხვდება შენს უსუსურობას და დაგესწრება თავზე დაგამარცხებს. როცა ნამდვილი შეიარაღება აქვს ადამიანს. აი მაშინ უკვე ეს არის ის ადამიანი, ვინც შენდობის გზნობას ახორციელებს, ანუ იგი თან რა თქმა უნდა ამბობს რომ უნდა შეუნდო, თან ამას ახორციელებს. აი ეს უკვე სრულ შეიარაღებაში. ეს არის მთავარი ის იარაღი, რაც ჩვენ დაგვიტოვა ღმერთმა. ყველაზე უფრო საშიში არის, როცა ადამიანი სიძულვილით და ბოღმით არის ახსილი და ცდილობს შური იძიოს სხვა ადამიანს. ესეთი ადამიანი წინ ვერ წავა ვერასდროს. მისი გონება, მისი ტვინი დაბინძურებული, ყოველგვარი უარყოფითით არის დაბინძურებული. აი როგორც რაღაც ღრიე წყალს ემსგავსება, ჩამპალ წყალს, დიდი ხანი ჩამყაკებულ წყალს, ჭაობის წყალს, რომელშიც ვერაფერს ვერ გაიგე, ვერ გამოარჩევ, რა არის შიგნი, რას ჩაიხედავ, არაფერი არ ჩანს. არც ფთისნება გამოირჩევა ესეთ გულში, არც მისი საკუთარი ნებაც ჩაბნელებულია. ადვილად შედის მასში ბოროტის სული, შეპყრობილების ადვილი სხერფლი ხდება. ესეთი ადამიანი შეპყრობილი ხდება, ადვილად შედის მასში. ბოროტი ძალა და იგი უმართავი ხდება. ზოგჯერ შეიძლება თლად მარიონეტიზაცია გამოიწვიოს, თლად შეშლილობამდე მიიყვანოს. ყოველი არაადეკვატურობა და შეპყრობილება გამოწვეულია რაღაცა ცოდვის მოუნანიებლობით. იმის თირო შენ ბოღმა ჩაიდე გულში, არ შეუნდე ქრისტეფსნების დაუმორჩილებლობით. აი ყველაფრით არის გამოწვეული. მაგრამ აი სიყვარული და შენდობა ისეთ სასწაულებს აკეთებს, რომ თვითონ ადამიანსაც უკვირს ხოლმე. როგორ შეიძლება რომ ესე ერთი რაღაც უბრალო გზნობით, თითქოს და უბრალო გზნობით მე ღმერთმა მომიტევოს და მეც წინ წავიდე. გამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. ეს საოცარი გზნობაა შენდობისა, მართლაც ქრისტემ მოგვიტანა. ქრისტიანობა ეს არ არის ძველახმაზე მიწეპებული სტოიციზმი ან ძველახმაზე მიწეპებული რაღაც ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია. ნუ იქნება ეს. ქრისტიანობა არ არის რაღაც ანტიკური ფილოსოფიის სისტემა, რომელიც მიეწება და მიეკრო ძველახმაზე ხელოვნურად და ასე ვთქვათ, რაღაც ძველი ახმის რუდიმენტი დამატება გახდა. ღმერთმა დაგვიფაროს.
ქრისტიანობა ეს არის ღვთის მიერ ქრისტე, რომელიც არის ღმერთი და მოვიდა კაცად, სრული კაცი და სრული ღმერთი, მოსული ეს არის სწავლება, სახარება, იგივე წმინდა წერილი და ახალი აღთქმა, ეს არის სრული დაგვირგვინება და სრული აღსრულება იმისა, რასაც ქვია ძველი აღთქმა. ანუ ძველ აღთქმას აზრი მაშინ აქვს, როცა ეს ახალ აღთქმად თავდება და ახალი აღთქმით გვირგვინდება. სრულად მთლიანად თქვენ კი იცით, რომ ძველი და ახალი აღთქმა იწოდება ბიბლიად. და ეს სრული ტექსტი, ეს არის მთლიანად საღვთო სიტყვა, წმინდა წერილი. ამიტომ განსაკუთრებით ახალ აღთქმაში, თუ ძველი აღთქმა კბილი-კბილისას წინ გადაგებდა, ისიც ადამიანი მაინც კაცმოყვარეობას პრინციპში კაცმოყვარეობას ემორჩილებოდა და ათვისდება მაინც კაცმოყვარეობას გადაგებდა. შლად ესე არ იყო, რომ მაინდა-მაინც შურისძიების თქვათ პასუხად უნდა ყოფილიყო. თუ ათვისდება რას გვეუბნება, ხო არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრეშო და ასე შემდეგ. ის ათვისება კი არ გაუქმებოდა, ის ღმერთის მოცემული. მაგრამ ახალმა აღთქმამ ეს ყველაფერი სრულყოფა და დააგვირგვინა და საოცარი შენდობის პერსპექტივა, შენდობის გზნობა მოგვცა. ჩვენ საოცარი რაღაცა მოგვცა. ეს სიყვარული ღვთისა იმდენად დიდი არის ადამიანისადმი. იმდენად დიდი არის ღმერთი, რომ ჩვენი რაღაც ძალიან მცირე გაგება ამისა თითქმის სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს ადამიანს. როგორ შეიძლება ადამიანმა 7-ჯერ 70-ჯერ შეუნდოს დღეში. ანუ ვინ დაითვლის ამას, რომ 490-ჯერ შეუნდო დღეში, ან 490-ჯერ რა უნდა გეწყინოს დღეში, რომ 490 შეცდომა დაითვალო, რომ გაწყენინოს, ან შენაწყენინოს, სხვას 490-ჯერ. ან ის ჩააგდო იმ დღეში, რომ 490-ჯერ მოგიტევოს, ან შენ ჩააგდო ისეთ დღეში, რომ 490-ჯერ მიუტევო. მაგრამ აქომ რიცხობრევია, ანგარიში სტატისტიკაზე ხარ ლაპარაკი. 490-ზე კი არ დავითვალო. ანუ სულ შეუნდეო ესე გამოდის. 7-ჯერ 70-ჯერ ეს ნიშნავს, რომ სულ შეუნდეო. იქ ვინ დაითვლის 440-ია ის თუ 101-ია თუ 115-ია, ამის თვლას ვინ მოყვება? უსმენს ვინმე? ისმენს? უკვე თუ ჩემი ისმინო, თქვენიც ისმინეთ. თუ ჩემი არ დაიჯერეს, თქვენსაც არ დაიჯერებ. თუ მე მდევნეს, თქვენს გდევნიან. გვისმენს? ვინც ვისმენს ღვთის სიტყვას, ის გადარჩება, ვინც მოითმენს. ვინც არა და არ გადარჩება და თავის თავს დააბრალოს. თუ არ ექნება დაჯერება ღმერთის და არ ექნება დაჯერება ღვთის სიტყვის, თავის თავს დააბრალოს. ამიტომ აი ეს საოცარი შენდობის გზნობა ისე იმიტომ ამას აღნიშნავ. მექანიკურად მარხვის ვინც იცავს, არ ჭამს, კი ბატონო, არ სვამს, ლოცულობს ყველაფერი, მაგრამ ეს კარგია თუ ადამიანის შენდობის გზნობას ატარებს. თუ ადამიანში არ არის სიხარბე, არ არის დაუნდობლობა, არ არის აი ესეთი სურვილები რაღაცა ისეთი, რომლებიც მის სიხარბეს, სიმხეცეს, როგორც ცეცხლს ნავთს ისე უსხამს. აი ესეთი ადამიანი მარხვას თუ იცავს, მაშინ წინ წავა. თუ ადამიანი არ იცავს, არ ჭამს დაუშვათ ისე, მან შეიძლება რაღაცას ჭამს, მაგრამ თად ისე ვერ იცავს მარხვას. შეიძლება დაუშვათ ვერც აქვს საჭმელი, ზოგს იმდენი რომ მარხვაში შეარჩიოს. არ არის მარხვა ადვილდასაცავი. ზოგჯერ მე ვიტყოდი ძვირიც არის უფრო სამარხო საჭმელი, ვიდრე სახსნეულ საჭმელი. ის სახსნეულ საჭმელი შეჭამა და მე კი არ ვამბობ რომ მარხვა უნდა დაარღვიოს, მაგრამ არის ხოლმე ეს გამონაკლისი. ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელიც მივიდა ძიმე მარხვა იყო, მე მგონი ნებიშვიდეული იყო, თუ აღარ მახსოვს რომელიღაც ეპისკოპოსი დაბადეს სახლში. თუ დაგმოძღრეო და ავანტყოფი იყო, დაგლოცეო და მივიდა შევიდა შიგ გაჭირვებული ოჯახი იყო და ერთადერთი ქათამი ყავდათ, ერთადერთი ქათამი. იმ მარხვაში ვერაფერი სხვა საჭმელი ვერ მოუმზადეს, ვერაფერი ვერ შეკადრეს, ახლა მარტო პური და წყალიც ვერ შეკადრეს და ერთადერთი წიწილა ყავდათ, საცოლავი პატარა. ის დაკლეს და ის შეწვეს და ის დაუდეს სუფრაზე. და პური იყო, ტემალი და დავშვა და ეს პატარა წიწილი. ესე ნებიშვიდეულში ძიმე იმაში შეჭამა და დალოცე ეს ოჯახი ის ქათამი შეჭამა ცოტა რაღაც სიმბოლურად შეჭამა რომ ისინი არ დაბკოლებულიყვნენ. ანუ შენ სიკეთე აკეთე და თუ გინდა ის მე კი არ ვამბობ უნდა დავარღვიოთ, მაგრამ მეორე პლანზე უნდა გადავიდეს ეს ჭამა არ ჭამა. რაღაცა მანიაში არ უნდა გადაუვიდეს ადამიანს. შეჭამა ეს, იმიტომ რომ ეკონომიის მიზნით ის ოჯახი არ დაბკოლებულიყვნენ. და ის ოჯახი იმისთვის მარხვის დარღვევა არ იყო ის იქ რო ჭამა, აი ეს დავუშვათ ხორცი. სიყვარულის გამო, ისეთ სიყვარულის გამო, ხო? მინდა რომ აი ამაში გავზრდელოთ სიყვარულში. არ უნდა აურიოთ ერთმანეთში ზეციური და მიწიერი. ჭუჭყი არ არის. ზეციერი და მიწიერი როგორც აირევა ერთმანეთში ჭუჭყი წარმოიშობა რაღაც. უფორმო, უფერული მასა, როგორც პლასტელინი, აი რო აიღოთ. ხო, პლასტელინი, სხვა ფერები, ყველაფერი ერთმანეთში რო შეურიოთ, გამოდის რაღაცა ერთი მოყავისფრო, უფერული, უღიმღამო მასა.
რაღაც კი არ გამოდის, ან კარგი წითელი, ან კარგი თეთრი, ან ყვითელი. გამოდის რაღაცა უფერული, უღიმღავა მას. აი ესეთი ადამიანი, რომელიც ზურებს, ზეციერს და მიწიერს ერთმანეთში. ანუ გარჩევა არის საჭირო მიწიერს და ზეციერის ერთმანეთსა. როგორც კი ერთმანეთში აურებ, გამონცალკევება მიწიერს და ზეციერის როგორც კი არ ხდება, წარმოიშობა ჯართი. ჯართი. აურიეთ ერთმანეთს სხვა ლითონები და გამოვა ჯართი. მაგრამ ლითონი უნდა იყოს ძვირფასი. თუ კიდე რომ ის გამოიყენო როგორც ძვირფასი რამე ძვირფასი გააკეთო მისგან. საოქრო იქნება თუ ვერცხლი იქნება. მასში არ უნდა იყოს არავითარი ზედმეტი ჯართი მინარევები. მაშინ ფასი ეკარგება. ასევე ადამიანიც უნდა გამოიცნოს და მასში უნდა იყოს დადებითი ეს ყველაფერი კარგი, რაც მასში არის ჩადებული. ეს საოცარი რაღაცა, ამიტომ ჩვენ ლოცულობთ იმისაც, რომ ხშირად ვეზიაროთ. ხშირად წიროთ, ხშირად თქვათ ახსარება. არის ასეთი არსებობს ესეთი ანტიქრისტიანული თხოვნები დემონური ძალებისადმი, რომლებიც ლოცულობენ თავიანთ ეს დემონური ძალებს მიმართება, რომ აი ქრისტიანებმა არ ილოცონ. ეხლა აღარ დაკონკრეტება ლოჟებისა და ასე ვთქვათ კონკრეტიზაცია, რომ ქრისტიანმა არ ილოცოს, რომ ქრისტიანმა არ წიროს, მგდელმა ხშირად არ წიროს. ამას ლოცულობ, რომ მგდელმა ხშირად არ წიროს, ხშირად არ ილოცოს, არ ეზიაროს ხშირად ქრისტიანი. ასეთი ლოჟებია, რომლებიც ამაზე მუშაობენ. რომ ქრისტიანი არ იყოს ანთებული სულიერად, რომ ქრისტიანი იყოს დაუშვათ შანქრალი, მწოლიარე სულიერად, მწოლიარე ქრისტიანი ესეთი, ზარმაცი, რომ იყოს ღვთის სიტყვა არ განხორციელდეს, ღვთის სიტყვა არავინ არ გაიგოს და ასე შემდეგ. თუ გაიგებს, არავინ არ შეასრულოს ებრძნები. ამაზე ხალხი მუშაობს. ვინც იმას ამბობს, რომ ხშირად არ უნდა ეზიაროს ადამიანი და მგდელმა არ უნდა წიროს ხშირად, არ უნდა ეზიაროს. ეს თითქმის იგივე ასე ვთქვათ სისტემას ემორჩილება, იგივე სისტემას, რომელსაც არსებობს ანტიქრისტიანული ასე ვთქვათ მიმართულების ორგანიზაციები, რომლებიც ამას ასრულებენ და ცდილობენ. იქ არ მუშაობს, ასე ვთქვათ, არ მსახურობს ისეთი ხალხი, რომლებსაც განათლება არ აქვს და არ იციან რას აკეთებენ. ჩვენიერად იციან ყველაფერი. ადამიანი ფართოვდება მარხვაში უფრო და ფართოვდება იგი სულიერად, იზრდება ადამიანი. თქვენ შეატყობთ ამას, როცა დაიცავთ კარგად სულიერ მარხვას, ანუ გარდა იმისა, რომ დავიცავთ მენიუს ამ მარხვის მენიუს, და დავიცავთ ეს დამხმარე საშუალება. თუ კი თქვენ შეატყობთ, რომ აი უფრო მეტად სულგძელი გახდით, მომთმენი გახდით, შვიდი გახდით, არაჩვენებ თქვენ მარხვას სხვა იმე მარხულობ და ესეთი რაღაცა მაქვს, ესეთი სახე მაქვს, ესეთი შაშავებული თვალები მაქვს უჩმელობისგან, რაღაცა კბილები მაქვს, თეთრი, გავიგიმებ რაღაც ისე, აი ამჟამად და გავიგიმებ ეს რაღაც უცნაური. რომ მივიხდე, რომ დიდი ასკეტია. ეს არა, ესეთი ხელოვნური მარხვა არავის არ აქვს. მე შავი ვსვამ. შენ გკითხავ რამეს, ისე გეტყვი, მოკლედ, ან არაფერს არ გეტყვი, ან მოკლედ გიპასუხებ, ისე რომ ვერავითარ სიყვარულ შეგან ვერც იგზნო. რა მნიშვნელობა აქვს შენ მარხულობ თუ არა? ეს ადამიანს არავითარ მნიშვნელობა აქვს მარხულობს თუ არა? ან არიბანს, გონია რომ არ გაიბანა და ამეთი რაღაცა დიდი მადლი მიიღო. არის ესეთი ხალხი, რომლებიც არიბანს. ეს ბერული, აი პირდაპირ ბერული ან დაუშვათ სხვებს ეუბნებიან რომ არ ეზიარო. ავათ ახარ, ავათ თუ ხარ, მარტო მაშინ ეზიარ, უძლურებაში თუ ხარ ეზიარ. ეს ძველი ბერული მონასტრული წესები, რომლებსაც აი ბერული წესები არის, რომლებსაც არიბანდნენ იყო ბერები უდაბნოებში, არ ჭამდნენ, ან ცეფის გვერდით მარტო იკვებებოდნენ და წყლით. ისინი პირდაპირ გადმოიტანა ადამიანმა წაიკითხა იოანე კიბისაფცელების 33 საფეხური ქრისტეს ასაკის მიხედვით 33 საფეხური. წაიკითხა ყველაფერი და მოდი ახლა ამას ერში გავაკეთებ და დაიწყო ბრძოლები. დაიწყო ესეთი ბრძოლები და არსებობს ესეთი სულები. დამჟელი ანგელოზი. როცა ადამიანი ხიბლში არის, არ გამოდის იქიდან, მაშინ უკვე მათრახით გამოიყვანენ იქიდან. დაიწყო ესეთი ბრძოლა და ხიბლი, რომ ადამიანმა საღიაზრი დაკარგა მე. ამიტომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ახლა კიდევ სხვა თემა არის. მინდა რომ ისევ აღარ დაგღალოთ ახლა ამდენი გაფრთხილებებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეჩნევდეს ღვთისა, გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს მოყვასი. გავუფრთხილეთ ერთმანეთს, უფრო მეტად ვიყოთ შემდობი, უფრო მეტად ეს ერთმანეთს მოვეფეროდოთ და რა თქმა უნდა, ახსარებაში ვთქვათ, რაც გვაწუხებს. ჩავღმავდეთ ღვთის სიტყვაში. ქრისტე გქონდეს სულ მუდამ ჩვენს თალთა ხედვაში ეს სულ მუდამ ქრისტეს ვჭრედდეთ რაღაცნაირად ხილულადაც ხატებზე და უხილავადაც ვჭრედდეთ უნდა ქრისტეს ყველა ადამიანში მოყვასში ყველგან ქრისტეს უნდა ვხედავდეთ ზეცაში
უნებაში ყველგან არის ღმერთი, ყოველგან არის, ყოველსავე აღავსებს. ჯვარცმულს ყველგან უნდა ვხედავთ ჩვენ. აი საოცარი საიდუმლო არის. ყველგან არის ქრისტე, სადაც უნდა გაიხევ, ყველგან ქრისტე არის. აი ესეთი საოცარი რაღაცაა ეს. ეს არის უფლის დიდი მადლი. და ჩვენ უნდა ეს როგორ შეიძლება ადამიანი უსიყვარულო და სიძულვილით იყოს ახსილი. არაუშავს ზოგმა ჩათვალოს თუნდაც სიყვარული სისუსტეა. ჩათვალოს ეს იმის პრობლემაა. ყოველთვის ზეღს იმას უდგამენ, ვისაც უყვარს. არა ვინც უყვართ, არამედ ვისაც უყვართ. ვინც უყვართ იმასაც არ ვერჩით, მაგრამ თუ ის იმასაც უყვარს, კარგია და თუ მარტო სამხრივია, მაშინ ორმხრივი უნდა იყოს სიყვარული. ვისაც უყვარს, ის უფრო ძლიერია ყოველთვის, თუნდაც ვიღაცამ ჩათვალოს სისუსტეთ ეს. სიყვარული ესეთი რაღაცა თუ ის არ აქვს, მაშინ ჩვენი ფასი ნული, არაფერი არის ჩვენი ფასი. თუ სიყვარული არ აქვს, როგორც პავლე მოციქული ამ ჩვენი სიტყვები, ზუსტ ციტირებას არ გავაკეთებ, მაგრამ აზრს ვციტირებ. სიყვარული თუ გვაქვს, მაშინ არ გვაქვს ფასი. თუ სიყვარული არ გვაქვს, ჩვენი როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვიმეორებ ზუსტად დავციტირებ, მაგრამ შენი სხეულიცო დასაწვავად მიცი. შენი ქონებაც რომ დაარიგო, ასე თუ ვთქვათ, ყველაფერი, ყველა ენაზე რომ ლაპარაკობდე, არაფერი, მხოლოდ რაღაცა ჟღარულა, რაღაცა ლითონი ხარ. რომელსაც რეალურად არავითარი ფასი არ აქვს. ამიტომ მოდით ისევ და ისევ სიყვარულში გავძლიერდეთ. აი ამ თემას სიყვარულს მივაქციოთ ყურადღება. სიყვარულს, ქრისტეს მიერ სიყვარულს. ეს სიყვარული ყველაფერ ცუდს წვავს. ვერწმუნეთ აქედან ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს, ვერც მანქანას, ვერც ქონებას, ვერც აგარაკს, ვერც ტანისამოს, ვერაფერს ვერ წაიღებს. ვერ წაიღებს ვერავინ. რაღაცა ესეთ ინფორმაციაც იყო, რომ აი დიდრები თურმე სადღაც რომელიღაც ქვეყანაში ვიცი სად, მაგრამ აღარ დავასახელებ, თურმე იმარხებიან თავიანთი ჯიპებით, თავიანთი ოქროს საათებით, ოქროს ტელეფონებით, თვლებიანი ტელეფონები და ესე ჩასვენ თურმე მანქანაში საწყალ ადამიანს ოლიგ ვიღაცა ესე ვინც არის ესე დიდი ფულის ხალხი ჩასვენ და აი ესე გაუთხრიან იმ საფლავს და იმ მანქანიანა, იმ ყველას ძვირფასეულობიანა, იმ ტელეფონებიანა, იმ რაღაცა ძეწყვებიანა და იმ თავისი ყველაფრიანა ამ ჯიპებით ასაფლავებენ. ეს გობს საჭესთან ჯდომა ესეთ იმას, ვიღაცა მილიონერს. რა წაიღოთ ან თუ იქ ივლისი მანქანით თუ რას ნიშნავს ეს? აი ესეთი წარმართული შემთხვევებიც არის. არის ეს წარმართული შემთხვევები. ნოვურიშების აი ესე დასაფლავებები ხდება თუ ესეთი ტიპის. ეს რამხელა წარმართობაცაა, წარმართობა რო იყო იმპერატორების დროს, იმასაც კი უკვე აღარ ახსოვს ესეთი რაღაც კერტაყვანისები, ეს რაღაცა უკვე მაქსიმუმია ადამიანის დეგრადაციის. ჯერ შეურაცხყოფა ადამიანის სულის, ადამიანის შეურაცხყოფა. არ ვიცი, მოკლედ აი ესეთი რაღაცებიც ხდება და გაგიკვირდება. ვფიქრობ, რომ ვერავინ ისევ და ისევ თავარია სიყვარული, ქრისტეს მიერ სიყვარული. მინდა რომ ჩვენ ამაში გავძლიერდეთ და მე წავმიყვარხარ, ამასაც გზნობ და ეს სიყვარული გადაგვარჩენს ქრისტეს მიერ სიყვარული, რაშიც გაძლიერებას ყველას გისურვებთ. მერთმა დაგლესო და გაგახარო, ძლიერი ცეცხლი.